მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ გეიმერსობა და დღეს ჩვენ ვითამაშებთ FC Mobile-ს ჩვენს არხზე. და როგორც ხედავთ, ჩემი გუნდი ავიდა A7 level-ზე და მოდი დაგათვალიერებინებთ ჩემს ამჟამინდელ გუნდს, ესე ვთქვათ, მოშევდი. ხო, სტრაიკერზე ყავს მიკაუტაძე 109-იანი. მოკლედ მარცხენა შეტევაში ყავს ჰასტიკა 7-იანი, მარჯვენაზე ელგა თუ ვიღაც ჩანდაბა 6-იანი. მარცხენა ნახევარდაცვაში ყავს 7-იანი ბანანან. როგორც ყოველთვის კაკა ყავს შუაში, მასში ნახევარდაცვაში და მარჯვენა შუა ნახევარდაცვაში უბრალოდ და მარჯვენა ნახევარდაცვაში ყავს 103-იანი ბელინგემი. მოკლედ დაცვაში რაც შეეხება მარცხენა ფლანგს ყავს ნუნო მენდეში 106-იანი, ბალერდი ყავს 7-იანი დაცვაში, ჰეტო ყავს 103-იანი დაცვაში და მარჯვენა ფლანგზე გვიდგას კარლოს პუილო თუ ვიღაცა. მოკლედ ხო რა და მეკარე პეპე რეინა 107-იანი. მოკლედ ამჟამინდელი გუნდი ჩემი ეს არის. ვცდილობ რაღაცებს ეხლა მინდა ჰეტო შევცვალო, იმიტომ რომ დაცვაში მინდა რომ ყავდეს ყველა 105-ზე მეტი, 105-იანზე მეტი უფრო სწორედ. და რა ვიცი. მოკლედ აქ გვაქვს ესეთი მისიები რა. და აქეთ საჩუქრები. მოდი შევასრულოთ ეს მისიები ახლა ჩვენ. რავი, ჯერჯერობით მისიებით გავხურდეთ და მე უკვე თამაშზე გადავალ. თუ მოგეწონათ, ავიდეს, თუ მოგეწონებათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ეს ვიდეო ავიდეს 5 ლაიქზე. მაქსიმუმ პოინტი რო ავიღოთ, გვინდა ჩვენ 0 პოინტი რატო ეგრე რას გავარტყი? ჩემი საერთოდ ვერ ვარტყო. კარგი, ჯერჯერობით გავხურდები მალე. კარგი ხარ? სევით მოხვდი რა. ვაიმე, რა ცოტაა და ამას მაინც მოხვდი. ძალიან ცოტა. მოხვდი. არ თulis იმ პოინტს. თუ რა თემა? კარგი, თავიდან გვიწევს. Try again. Так, პირველი. რა ცოტა ბიჭოს. მეორე 2000 პოინტი გვაქვს. მესამე აბარა. ვაიმე, რა ცუდად დავარტყი. გავდი ეს. აბარა. ძალიან ცოტა ბიჭოს რა მჭირს. წესით მოხდეს. კარგი აბარა. რავი, საშუალო ავიღეთ. ანუ რაც შემეძლო. არა, უკეთესიც შემეძლო, მაგრამ ფორმაში ვერ ვარ, რამდენი ხანია არ მითამაშია და ბლინკი. და მე იქნება ალბათ დარტყმა. შოთი. Так. ეს არის მონეტები უნდა აიღო თუ რაღაც სტრაფად რამდენ მონეტასაც აიღებ. თითო მონეტაზე 500 ის არის პოინტი. კაი, ეს ავიღოთ აქ.
მინუსი არ გვინდოდა. მინუს პოინტი არ გვინდოდა. აი ხა ეს კაცი შემოვიდა. არა ამას რა ცუდი ის აქვს. ფინთი, ამის ფინთი არ მიყვარს. მალე სად ვერ დავიჭირე ბურთი? ვაიმე, თორე მაქსიმუმს ვიღებდი. სად ვერ დავიჭირე? Так, მალე. 1000 ქოინი რა ჩემთვის მინდა. და წესით ეს დარტყმა, ხო, კი ბატონო შოთი. ეს ვიცი ჩემო ძმა. ვერ დავარტყე, ბოდიში ძმა. რა შვება? აჭრაზე ვარტყავ და არ შვება. ძმა გრიჟა აქვს ფეხში. რა ის ტანკა მაგიჟებ? მალე დაეწიე. კაი ხარ. რატო დავარტყი მე? მეხატავები. просто ის რკალი როა ჩემს გარშემო იქ მაბნევს. კაი რა, try again გვინდა ვუეჭველ. try again. პირველი გოლი. ვინდგას კარში ვერ დავამოყამე ჯერ კიდე. ვაიმე, ბიჭო რა მჭირს დღეს? ან მაინც ამ ეკარეზე ხამა უნდა ბუფონობა? კაი ხარ. ეს ორი ბურთიც უნდა გავიტანო. ვაიმე. ძალიან ვიბნევი იმ რკალზე ხა უკვე. კაი იყოს რაც არის. არა უშავს. так. და ახლა ვითამაშოთ. მოკლედ დავიწყოთ თამაში. так. მედია ეხა ვინმე 105-იანი გონდოს. მეთქი დამაყენებს ვინმე 114-იანთან და პირველივე ხელს წავაგებ მეთქი, მაგრამ რა შეიძლება ამანაც მომიგოს თუ კარგად თამაშობს და თუ ბოტი არ არის. ყველაფერი არის დასაშვები. მოკლედ ჩემი გუნდი ვიცი ზე პირად თითქმის ჰალანდი. კაი ფეხბურთელები ყავს. რეალი ჩელსის წინააღმდეგ. მოკლედ კაი ჩვენ დავითამაშოთ აქ უკან. და MS არის ძალიან ცუდი. ჩემ სახლის ინტერნეტი ჭედავს ცოტას. ოპა! ვაიმე, პირველი რო არ გამემაზარა, კაი იქნებოდა. წავიდა. შერბის საჯარიმოში. დარტყმა მიკაუტაძე. მაგრამ მეკარე იგერიას ბურს შევიდა ისევ საჯარიმოში კაკა. და მეკარე მაინც. მეკარე ბოდიში, მაგრამ ახლა ატრაკებ შენ. ატრაკებ და გიხარია. სანამ გიხარია შეირგე.
მალე გამოვშვი. წავედით. აწი ჩვენია, მეთქი რო ვთქვი, ესე იგი ჩვენია. წავიდა. აბა რა ბიჭო, მიქაუტაძე. ხეცი ხარ ძმა. მე მიჭირს ახლა, ანუ ნახევარდაცვაზე ის ბელინგემი მაქვს შესაძლებელი. მე კარი გამო. არა უშავს. ბელინგემი მაქვს ნახევარდაცვაში შესაძლებელი. და მარჯვენა შემტევი მყავს შესაძლებელი კიდე. იმიტომ რომ მაგის თამაში არ მომწონს დიდად და ეს უნდა შევცვალო. კაი, ცოტა ხანი ჩამოვიტყბოთ ისინი. հետո არ შეიმჩნიოთ წერილი. ახლა უბრალოდ ხელს ვერ ავუსმევდი. უფრო შეტევა გამიფუჭდა. თაკ არა უშავს. არა, აი ახლა უშავს. წამოდი. მიდი, მიაწეგ ბოლომდე. კარგი ხარ. ვაი, მე არ ხარ კარგი ჰალანდი. ჰალანდი სახიფათო ამ შეტევაში, მაგრამ არაფერიც. შეიტაცო უმკლავდება ჯერჯერობით ყველაფერს, ბელინგემი თუ არა ინჯელი. ბელინგემი სად არის საერთოდ ბურთი რო არ მიუღი. ახლა რო არ გაჩერებული იყო, მაინც რამე მოხდებოდა, შეტევა იყო. მაგრამ არა უშავს. პირველი ბურთი მაინც ჩვენ გვეკუთვნის. და აქ პედრი. გაჭედა ბიჭო, რატო ჭედავს? ვაიმე, ტელეფონო. ისე დამიწერეთ კომენტარებში რაფტი ვინმეს გაგისტორდება თუ არა. კარგია. რაფტი მეგობრებთან ერთად რა, რატისთან, ანუ ვინმესთან ერთად. ისევ გაჭედა შეხედე. კაკა. ვაიმე. კაი, წამოდით. თორე ძალიან გვაპრესინგებენ. კარგი, რა მოხდა? პენალია არ თქვა ეხა რა. არ გაბედო. და არ გაჭედო. არ გაბედო. უი, გადავრჩი მეთქი პენალი და 2-1 გახდა ანგარიში და წაგვერხა ცოტა მეთქი, მაგრამ არა უშავს. ცოტათი წარხევა, არა უშავს. პასი გააკეთე. ბელინგემი. ვაიმე, რა შტანგა, კაი რა. რა დაარტყა ბელინგემმა. რა აი ახლა გვინდა ჩვენ ქულის მოპოვება, ანუ 2-1 რო ანუ ფრედ არ მინდა რომ დავასრულო. 15-ს 2 ლეველით დაბალია ჩემზე იმ კაცის გუნდი. და ეხა პირიქით არ ახდეს. კაი ხარ, მეკარე. აბა რა. ტყუილად კი არა 7-იანი. წავედით. ბელინგემი. ბელინღამ. ხვეული. დატოვება. შევიდა საჯარიმოში. ენჯელი და მეკარე. დევიდ რაია მიხსნა. ჩვენი მოწინააღმდეგე ჩელსის გუნდი, მოკლედ. ესე პირდაპირ ვთქვათ. თუ არა. ახლა რა გავაკეთე ვინმე თუ ამიხსნის. და ჩამოდით მალე. ჩამოდით. ვაიმე. კაი, გამოიტანე, კარგი ხარ.
ავაგრძელოთ. მოკლედ დასრულდა ტაიმი 10 მატჩი. მოკლედ შემდეგ მას დავსტარტავ და დაგიბრუნდებით. მოკლედ მეგობრებო, გადავწყვიტე რომ აქ მოვჩე ვიდეოს, იმიტომ რომ ცოტა ჭედავს ჩემი ინტერნეტი, სახლის მოკლედ ქარია რამე რომე და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. ადიოს, მუჩაჩოს.